სტუდენტებზე ტერორი კვლავ გრძელდება, კვლავ მიდის სამუშაოები, რომ დაარბიონ და დააშინონ სტუდენტები ცალ-ცალკე. ორი დღეა ხორციელდება ჩვენთვის მანქანების წართმევა. გუშინ ყველა მანქანა, რომელიც მონაწილეობდა ჩვენს დაგეგმილ მანიფესტაციაში მშვიდობიან მსვლელობაში, იქნა გაჩერებული და გამოეწერათ მათ უსახელო ჯარიმები. ერთ-ერთი მანქანა, რომელიც გუშინ გაგვიჩერეს, ჩვენ მედიის წარმომადგენლებთან ჩავაკითხეთ და ვიკითხეთ თუ რატომ გვიჩერებდნენ ამ მანქანას. პატრონმა არაფერი არ გითხრა და ეს მანქანა გაუშვა. დღეს ეს ბავშვი აქეთ რომ მოდიოდა ჩვენთან შემოსაერთებლად, აღმოჩნდა ისე რომ მოაქციეს ალყაში. პირები სამოქალაქო ტანსაცმელში და არა მარტო სამოქალაქო საპატრულო ტანსაცმელშიც გადმოვიდნენ. იყო ფსიქოლოგიური დაწესება, რატო დადიხარ აქციებზე. ეს საქმეს არ დამთავრდება, ძვირი დაგიჯდებათ. გადაგახტევინებთ 1000 ლარზე მეც, მსგავსი მუქარებს ჰქონდა დღეს ადგილი. აქ გვაქვს ფურცელი, რომელიც მათ გამოუწერეს, რომელიც არაფერი არ წერია, მხოლოდ ჯარიმის ფასი წერია. ამგვარი დაშინებებით ვერ შეგვაშინებენ. გუშინ ჩვენი პლაცდარმითაც დავდიოდით თელით და ჩვენი გრუზავიკირითაც მოძრავდით და ვაფრთხილებდით ხალხს აქციის მსვლელობისას. ასევე იქნა წართმეული, გადაიყვანეს საჯარიმოზე გაურკვეველი მიზნით და ასევე ძალიან ძვირი დაგვიჯინეს მისი საჯარიმოდან გამოყვანა. ვითხოვთ, რომ ამ ხელისუფლებამ დაამთავროს ამგვარი ტერორი და ზეწოლა ახალგაზრდებზე და ვითხოვთ და არ ვიცი, ყველას ვთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდნენ იმისთვის, რომ ვერავინ ვერ გაბედოს ჩვენი დაშინება.